wonderful thing about that is that it speaks to people. One is the loneliest number that you'll ever do. Two can be as bad as one. It's the loneliest number since the number one. One is the loneliest number that you'll ever do. 2026 წელი ამ ზამთარს ჩემი პირველი გასვლა. ცოტა მოგვასრიალა ხედა. ოპა. ოპ. არა უშავს გავსწორდით. You can do what you want, just seize that day. What you're doing tomorrow's gonna come your way. Don't you ever concede the giving down. You will find. გარეთ მაგარი სიცივია და მაგარი მეზარება სიმართლე გითხრათ გარეთ გასვლა და მუშაობა, თუმცა რა უნდა იქნა. თავარია გახსნა და დაგცალონა. Opa. ამას ხო ვერ გავასწარი ბიჭო, ამას ხო ვერ გავასწარეთ. აჰა. დაღმართია და ვისწარგებლოთ. მონიშნავს ნიშანს მოგცა თოლმა ჯიგარი ტიპი.
მიდი თავხერ. ნახევარი საათი შემოვედით ტრაქტორზე, გამithოვდა გზაში რა. და 30 მინუტში რომ მოვხვდი, არის პიკაპის ბრალი. ესე იგი 8:30-ზე მქონდა აპოინტმენტი საღამოს, ვიყავი 7 საათზე. ხო, მანამდე დაცლით ძალიან მაგარი დელივერი მქონდა, დაახლოებით 9 საათში უკვე ცარიელი ვიყავი რა. ან რო შედარება რო გავაკეთოთ, რამდენად დიდი დრო დაჭირდათ იმათ. 8:30-ზე მქონდა აპოინტმენტი, 7-ზე ვიყავი, საღამოს 7-ზე და დილის, ზუსტად დილის 7 საათზე ტიპებმა მომიგაკუნესო დავამთავრეთო ბოლო პალეტი დადეს რა. ნუ ამ 12 საათის განმავლობაში კიდე მქონდა მე მცდელობები, ვითო დაჩქარების, ასე ისე, მაგრამ უშედეგოდ. ესე იგი საჭმელი ვჭამე, შესვენებაც გამოგვივიდა, პიკაპის კომპანიაც გავჭორეთ, პორტოხალი გავარჩიე, ყავა ავადუღე და უნდა დავიძვათ. თუ ჩანს რა, კამერი თოვლის გამო ამოგვიგდო ეს ჩეკები. ანუ დიდი პრობლემა კი არა, ანუ მოძრაობაში იმდენად ხეს არ შეგუშლის, დამატებითი კომფორტები არ გვექნება. დამატებითი კომფორტები, რომლებიც ზოგჯერ პირიქით ხეს გვიშლიან. ნერვებს მაინც. პატარა ბუქსავა. აპოკალიფსის რა ეფექტი. უკლაფონასის. ხომაში დაგვაცენდა. და ახლა გასვლამდე თან ტრაკი რეგენერაციას აკეთებს და ასრულებს მალე ტვირისგან დავხედროვა. ასეთი ამინდია გარეთ. უბრალოდ ხმეთი გაიფეთ რა. თოვლის წაწუნი რა. რა მონატრებული, აფიჩა და ახთება. Is this? This activity. მაგარი გაგვიმართლა რომ ფილადელფიაში მივდივართ დელივერზე რა. და ტრისას და უბედურებას ამის დაცლა აქ რა ხდება. ნომერი უნდა გამოვაჩინოთ, თორე
ნუ იდეაში ამავიჩია, რავინ არაფერს არ გვეტყვის მაგის გამო, მაგრამ ეს ფარები მაინც და გამოვაჩინოთ. ხელი გამიყინა რა არცივა ჩემი მითხარ არცივა ბიჭოსთან ეს რა ვაში და სიტყვაში შეგოვედით რა ყინულები და სიფინძურე და ნაგავი ასეთ ისე მოვშორდა ნაგავი რა ყინული რა ასედა გიდია დარჩენილი აუ რას გავს ტრაქიჩი ეს ხვალე გასარეს გვეყოლება უეჭველი ეს რა ბიჭო ჩვენი ბინზური თავხელა. ესე იგი, მოვედი ახლა დელივერზე, ამინდი მაგარია. უბრალოდ ერთი პრობლემაა რა, ანუ იმ იდიოტებმა სადაც დავიტვირთე, გამორჩეულად იდიოტები როა და ალბათ ამ 4 წლის განმავლობაში რომ მუშაობ, ყველაზე ცუდი პიკაპი სადაც მქონია. ანუ ამათი ტვირთი 2 შეკვრა სულ მილების ტიპებმა ისე დააწყვეს, რომ ანუ პირველი დელივერი ესაა, მივდივარ შემდეგ უკვე 400 მაილამდე კალიფორნიაში რა, 400 მაილის იქით. ისე დააწყვეს, რომ თითქმის ნახევარი ტრეილერი უნდა ჩამოცალონ. და შემდეგ უკან დატვირთონ და ახლა არ ყვევენ, აქვთ თუ არა უფლება, რომ შეეხონ სხვის ტვირთს. იმედი აქვთ. თორე სავარაუდოდ მოგვიწევს თუ არა, მოგვიწევს კალიფორნიაში ჩასვლა და შემდეგ უკან დაბრუნება რა.
გაგვიმართლა, იღბალი ჩვენ ხარესა, პლუს ჯიგარი ტიპები შევხვდნენ და ჩამოცლიან იმ ნახევარს უკან. თითქმის ნახევარ ტრეილერს და შენ მათ საქონელს რო იღებენ, თავიდან დამტვირთავენ რა. ესე იგი დაამთავრეს ახლა ბიჭებმა. ჩამოცალეს, თავიდან დამტვირთეს მეორე დელივერის ტვირთი. ხო, კარები დავხუროთ, თორე არიზონაში გველები იცის, მო. ესე იგი. ხო. ანუ რო გაჩვენოთ ახლა რა. ამათ ტვირთი იყო ამ ტვირთის ქვემოთ. ამ ტიპებმა არაფრის გამო დისკომფორტი შეგვიქმნეს მეც და ამათაც რა. ახლა ამას გავამზადებ, პროტექტორებს დავუდებ და შემდეგ ტარპი უნდა გადავაფარო. ну ცოტა წვალება კი მომიწია, მაგრამ რა უნდა ქნათ, დიდად არ გვეჩქარება, იმიტომ რომ 300-400 მაილი გვაქვს კალიფორნიამდე პლუს 1 საათსაც ვიგეთ. გავრეცხეთ ჩვენი თავხელა და ეს დაგვიშთა ზმაო $153, რასაც თქონდა კომპანია ანაზღაურებს და ახლა გადავხედოთ ჩვენ სუფთა და პროცესიგებულ ნადირს ცხოველს რა, ვიღაც კიდე დაარქვით. აჰა. ახეთ რა სილამაზეა, ბიჭო. ბიჭო, მიყვარს ბიჭო. მიყვარს შე. შვენიერია. კალიფორნიაში ეს რა აღარ გაგვიტყდება. დელივერზეც მოვაღწიე და ტიპიური ლოს-ანჯელესური ამინდი დავხვდა რა, ანუ ხამე არც გათხოვა გვინდა, არც გაგრილება, ოდნავ გრილა. გემრიელად უნდა დაგვეძინოს. აქ ვიცლებით ჩვენ რამდენად ჩანს არ ვიცი რა, აქ ნამყოფი ვარ. ერთი პრობლემა ისაა, რომ ცოტანელა მუშაობენ, მაგრამ რა უნდა ქნა. ეს შევხედოთ, როგორც ყოველთვის, დილით სიურპრიზი რო არ დავხდეს, ფეხიც გავშალოთ. თან კალიფორნიის მთებში ცოტა ფრენაფრენით ვიმოძრავეთ მე და თავხელა. ეს არაფერი ტარპია უბრალოდ გამოწეული. აქ კიდე მოვალ უკან ხედა. შვენიერი. ფანარი მაქვს უბედური. ეს ახლა ესა იმათი გარეცხილი რა. რა იდეალურადაც ეცხავენს მო. აქ დავიცლები და შემდეგ დაახლოებით 30 მაშინ აქვს პიკაპი რა. და მივდივარ კენტაკი. მეგონი თქვი ეს უკვე ხო? კი. ო, კიდე ერთი პლუსი რომ სიწყნარში ვიძინებთ. ესე იგი ხო დავცალე და მოვედი პიკაპზე ლოს-ანჯელესის პორტის ერთ-ერთ ტერმინალში და პიკაპის ნომერი მქონდა არასწორი, გამომაგდეს. აქ შეიძლება შეიძლება რომ არ შეიძლება და ახლა გამოსული ვარ ლონგ-ბიჩზე და წრეს უთხრა რომ უკან დავბრუნდე რა და ამასობაში იმედია როკერი სწორ პიკაპ ნომერსაც ჩაგვიყვებს.
ჩვენ რა თქმა უნდა ახლა დრო არ უნდა დავკარგოთ, წამებსაც უშკინელობა აქვს, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაგვიდოს ბროკერმა პიკაპის ნომერი და მე ლოს-ანჯელესიდან გაქცევაზე რო გვექნება თავი, ჭამისთვის არ გვეცლება. ამიტომ აგერ საინტერესო საჭმელი საუზმე გავაცხადე. მინი აჭარული ხაჭაპური. ჩვენ ახლა ვილოცოთ, რომ ლოს-ანჯელესის სასწავლებს მაქსიმალურად ავწდეთ. ესე იგი დღევანდელმა დღემ ძალიან მაგრად ჭამე, მაგრად გავძეხი და ახლა მივხვდი, რომ მაგარი დაღლილი ვარ რა. დღევანდელმა დღემ მაგრად დამღალა. ახლა უცებ სიგარეტსაც მოვწევ ნაჯამზე. მაინც ბოლო თვეებია რა. დაახლოებით ერთ თვეში თვენახევარში ვანებებ თავს საბოლოოდ. სიტყვა ნათქვამია. თან დავიძრები ბარიმისე რა, თორე ეხავს ნო ეხავს ან აგვით ასე ფუჩი უშინეს ეს ბანჯები დავამატე, იმიტომ რომ გვერდები ფართხუნობდა ქარში რა. ამიტომ დავამატე ბანჯები და იგი ყორანი რაღაც ძალიან დამიზღაპასდა, ხო იცი? უცნაური ზამთარია რა, მართლა. ახლა შუა ზამთარია და ნებრასკაში არის 65 ფარენგეიტი. და მზე ხო რა, მე გაჩერებული ვიყავი ბრეიქზე და რაღაც თვითი არ მომეწონა უკან. კარგად დავამაგრო. ვიღაცა მოგვასწრო ჩემს წირვა, ის ახლა ჩემნაირი თვითი აქვს უეჭველი და ჩვენ Walmart-ის სადისტრიბუციო ცენტრში რაღაც კონსტრაქშენია და იქ მივდივარ და ისიც იქ მიდის უეჭველი და ამდილაუთენია რა უდოდა ბიჭო, რატომ მომასწრო რა. ასო პირველი ვერ იქნებით მაგრამ
რანაირად მომასწარი ბიჭო. Uf. 48,000 ფაუნდი მუხის მასალა. $1800 მაილი. და 1800 მაილიდან პირველი 300-400 მაილი მიწევს საშინელი უღელტეხილები. იმედია არა დარწმუნებული ვარ, რომ ამითი გამიმართლებს. კარგი ამედებია. просто ძალიან ძიმე ვარ რა. ნაბანავები დაღლილი ველოდები სტეიკი იწება საჭმელი მზადდება რა და დღეს ან უკვე ღამეა და ფაქტურად არაფერი არ გამომივლია. ამიტომ დღეს უნდა ვიარო. ამინდები კარგია. ტრაქსტოპი უკვე იხსება. გადატენილია და ჩვენ ნახოთ ახლა ჩვენ რა თქვენ რო ნახოთ. მე მივიდივარ კანზას სიტი, ამიტომ ქალაქს მივუთითებ კანზას სიტი, მიზური რა. ნუ ას თუ ისე ძნელი ტრიპი უკვე რთულად მეკცა, იმიტომ რომ ძალიან დამიღამდა გვიან გამომიშვეს, ანუ 4-ისკენ გამოვედი უკვე ფაქტურად პიკაპიდან და მაგდროს უკვე მიზურში იყო 6 რა. ნუ მე ვიყავი სადღაც აქა. სადღაც არა აქ ვიყავი. სადღაც 60 მაილი გამოვიარე. და ახლა დამჭა 1800. ზარებზე პასუხი შემდეგ. ახლა მექნება დარჩენილი 1720. ანუ ორეგონიდან ჩამოვედი კალიფორნიაში. ნუ იდეაში აქ თავაზობდა რაღაც მეორე ხაისხოვანი გზები, უბედური გზები ნამყოფი ვარ. უნდა გადავსულიყავი ონტარიო, ორეგონი, ანუ ისე ორეგონში და შემდეგ 84-ით და 15-ით ჩამოსულიყავი სოლტ-ლეიქ-სიტიში და 80-ით სავარაუდოდ ხო, აქ ჩამოგვიყვანდა რა. სხვათა შორის იგივე გზა გავიარე, აქით რომ მოვდიოდი. სტეიქს დავხედო ახლა. სტეიქს, აუ ბედოს. იქ შეიკვნეთ. ცუდად არ გამოიყურება სპეციალს. ხო, ახლა რაღაც პიურეს და ასეთ რაღაცების აკეთებაც შეიძლება, მაგრამ მეზარება სიმართლე ვთქვა. მაგარი, თავარია ჭამო. მე მთვარე თუ ჩანს მთვარი არ ჩანს და უბრალი ტყე. ხო ახლა ვარ, ნუ ამ გზაზე ვარ ნამყოფი 1.50 მაილი გამოვლილი მაქვს და 100 მაილამდე დამჭა და არის თავიდან ბოლომდე უბრალი ტყე. პატარა ნამაზ ამერიკულ ქალაქში გავიცით. მზე ანათებს ნევადაში, მაგრამ ცივა მაინც დილაა რა. დილის 8 საათი. ძალიან დილაც არა ესე ამერიკისთვის. და ახლა უნდა შევავუწყო ზეთი. ზეთი და ანტიფრიზი. ზეთი სხვათა შორის ჩვენ ვცვლით 15,000 მაილზე. ზეთს. და ახლა ვარ 151,000-ზე უნდა შემეცვალა. და ახლა ვარ 152-ზე. ამიტომ მაინც უნდა გადავხედო, კარგად უნდა შევხედოთ, უბრალოდ მაინც არა კარგად. რამე დაკლებული არ იყოს. ზოგადად ვოლვო არ იკლებს ხოლმე და ჩემი ტრაქი, მაგრამ მაინც.
ანტიფრიზიც ვნახოთ, ზეთის ვნახოთ და გუში ღამე რაღაც პლასფაზე მომიწია გადავლა რა, ძალიან დიდი მოძრაობა იყო რენოში, წინ დამხვდა, პლასფასის ყუთი დაგდებული რა. სავარაუდოდ არაფერი არ მოსვლია, მაგრამ ანუ რეაქციას ვეღარ ვასწრებდი, მარცხნივ ორივე მხარეს მანქანა მყავდა რა და მომიწია იმ პლასფასზე გადავლა. და იმედია რამე არ დავაზიანე, მაგრამ დიდი ალბათობით არა. ხო რა სუფთათაა ნახეთ ჩემი. ამ ნაწილში მომიწია გადავლა რა. საბურავს არაფერი არ ეტყობა. ნუ სავარაუდოდ არაფერი არ იყო რა. უბრალოდ დავტეხე, მივტეხე, მოვტეხე. ჩეინრაიც არ იყო რა თქმა უნდა. ანტიფრიზი კარგადაა. ხო, ანუ ჩვენი კომპანია ცვლის ზოგადად 15000 მაილზე და ყოველთვის ვცდილობთ, რომ 15000 მაილზე შევცვალოთ. თუმცა თვითონ კომპანია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ 5000 მაილი ზოგჯერ გადავახდეთ და ეს ლავირების საშუალება გქონდეს. მაგრამ მე დიდი ალბათობით უფრო მეტით გადავახტები. თუმცა ეგეც არ აუშავს, იმიტომ რომ თუ შეამოწმე გზაში და ამოწმე და ნახე და არაფერი პრობლემა არა. არის კომპანიები, რომლებიც 25, 30 და 50000 მაილზე ცვლიან ზეთს. ნუ ცოტა შავი კია, მაგრამ ივარგებს. მექსიკური სამზარეულოს დღეა დღეს. ეს რა. რაღაცნაირია. ეს ბურიტო, სამი სოუსი. ეს ტაკო. ეს რაღაც ტაკოს მაგვარია, ხო? ტაკო ესა, ის მას რაღაც სხვა სახელი ქნა. დღეს გემრიელად ჭამ. ჭვლის მამენი მაცივაში უდეს ჭაჭა და ტეკილის ჭაჭა ანიმო ფიში მოსოში თითქმის დამცალის მოთი კაცი კაი კაცი წინ მაქვს ხიდი 12 და 4 თუმცა გამიმართლა რომ ჩემი ტრაკი არის დაბალი წელი 12 რა და იმედია გავძრები. 12-მდე ვარ რა. ნახოთ აბა. უნდა გავძრეს.
რამდენადაც მაგარი დელივერი მქონდა, იმდენად ცუდი პიკაპი რა, ჯერ არასწორი მისამართი. პლუს ტრაქის GPS-მა რო აურია და დაბალხიცი მოხვდი. ანუ ზოგჯერ კი ახლა მე 12-მდე ვარ და იქ ხიდი იყო 12 და 4, მაგრამ ზოგჯერ ხო რაღაცთან ის ხიდსაც აშკარად ეთყობოდა რომ ძველი ხიდი იყო და შეიძლება რაღაც ჩამოშვერილი ეს არასრულად იყოს რა. რაღაც გამოშვერილები ქონდეს და ტრაქი დაეზიანებინა, მაგრამ გადავრჩი რა შევამოწმე და ისე გავედი. და ახლა მე მივდივარ 600 მაილზე 590 კანზას სიტი, მიზური. მივდივარ ოჰაიო. დეიტაუნის ქვემოთ პატარა ქალაქია. და ახლა პოლოჯე გადავხიტოთ ვიც. ესაა ჩემი ტვიტი. ეს ნაყანუყარა ტვიტები არ მიყვარს. ხო. მოწესრიგებელი ამერიკა. რაცუდი ამინდი დამახვიდრა ხოლმე დილით. და გუში მაგარი ამინდი იყო საღამოს რა. ხო და ახლა მაქვს დელივერი კონსტრაქშენი რაღაც შეიძლება პარკის თუ რაღაცა და 10-ის ნახევრამდე არ მოვიდეოდ მე მასე მიდია ცოტა ადრე. და იმედია არ გააჯანჯრებენ ახლა ამაში რა. 2 საათია ვდგავა რა. 1.5 საათია დაცლილია ეს ტრაქი და ვერ მოძრაობს თოვლის გამო და გზის გამო. ასია რა, უპასუხისმგებლო ხალხთან მოხდება. სამას 30 მაილი გვაქვს სახლამდე. მე და თავხელას. ესე სახლზე ძვირფასი არაფერია რა, ჩემო მეგობრებო უკრაინას. სატუარ. ოჰაიო, ინდიანაპოლისის გავლამიცეს, ანუ ინდიანას და აქ სადღაც გერი ინდიანასთან ავალ, აბდოსი აქ იცის საშინელი საცობები, საშინელი. თუმცა მაგდროს უკვე მე რო ვიქნები აღარ იქნება და აქ კი მივალ ოფისში. ანუ სახლთან. დღენახევარი დასვენების შემდეგ ასე გავდივართ ჩვენი იარდიდან. ეს სულ თითქმის ჩვენი ტრაქებია ჩემი კომპანიის. და ახლა გავდივარ, ანუ რამოდენიმე დღით რა და ეგაა ყველაზე ძნელი მომენტი. კენვორტი, ვოლვო. ესე იგი და ჩვენი მძღოლების მანქანებია. სხვა რა გითხრათ? ცივა. პირველი დელივერი რა. 8-ზე მქონდა აპოინტმენტი და 7-ის ნახევარს, კი არა 8-ის ნახევარზე ვარ და ვენცია.
Let's outside, bitch. Შიდობით გავიდეთ. ოკლაჰომაში ვარ, ტულსაში. რაღაც ძველი ქარხნის ტერიტორიაზე, ან ძველ ქარხანაში პიკაპზე რა. და მაგარი ჯიგარი ბაბუა უფროსი სპონჯი ბოსი. როგორი ტიპიცით? მე ამერიკული მოძრაობები რო აქვს რა, hello man და ასე რა. და ძალიან ნელა მტვირთავდნენ რა და ვიცოდი რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდებოდა და მეძინა. და ტიპმა გამაღვიძა. ხელი მოაწერეო და ნახევარი საქმე არ ქონდათ დამთავრებული რა. და ბაბუამ გატეხა. სურათიც გადავიღო. ვაფასებ ნამუშევარს. საკუთარ ნამუშევარს. ებაუზე. ეს ბოლო დღეებია ყველაზე ვაიმე რაღაცა მოვკამით და მიხთვა. ძალიან დიდ მშენებლობაზე ვარ. და გამიმართლა წივიდის ტრაქი და ბევრი ახსნა განმარტებების გარეშე დაცვა გაყევი იმას მაო. ახლა ხდება. შევამოწმოთ ჩვეიდამული გია თითო იუნიტი, თითო კრანი ლიფტი, როგორც ამერიკელები ეძახიან, არის 10000 პაუნდზე მეტი. შესაბამისად 4 ხარეს უნდა იყოს დაბმული და მე მაქვს ერთი ჯაჭვი გამოყენებული. თუმცა აქეთ-იქით საცერკე ინდივიდუალურად დაჭიმული და ახალგაზრდა შავი გოგო იყო, არ იყო ცუდი ტიპი. სხვათა შორის. უბრალოდ ვერ მივხვდა რა, არასწორად გაქვს დაბმულიო და სანა ცოტა კომპეტენტურ ტიპს არ დაუძახეთ კონსულტაციისთვის არ მიშვებდა. და ყველაფერი ლეგალურად მაქვს. გოგომას ალბათ ისწავლა. სავარაუდოდ ისწავლა. ეს არ მოგწონს ცოტა. ანუ ერთი ჯაჭვია გამოყენებული, თუმცა იდეაში ორი სასარგე ჯაჭვია უკვე. დამყარა. ახლა თავარი გეგმა
გეგმა A. მივასწროთ დედივერზე დღესვე. ახლა წინ გვაქვს ის წეშენი რა. და ასე რომ რამპა სავსეა. ხება გაქვს რომ გაიარო რა. თავხელასთან ერთად ვატარებ ბოლო წუთებს. ახლა ირეცხება იარდიდან ვარ 1 მაილში 2 წუთის გზაზე და გარეცხილი უნდა მივიყვანო. ხო და იმიტომ ბოლო წუთები რომ 2 თვით ვჩერდები და 2 თვით არ ამგონია რომ ახალი ტრაკი ვინმე შემინახოს რა. და 2 თვით იმიტომ ვჩერდები რომ ბავშველოდები, მამახვდები, სიგარეტსაც ვანებებ სხვათა შორის თავს, მაგ დღესთან დაკავშირებით უეჭველი პირველი მცდელობაა ჩემ ცხოვრებაში 19 წლიდან ვეწევი. მაგრამ სიტყვა ნათქვამია რა. თავხელასაც შეეხება კიდე გული მწყდება მაგრამ, იმიტომ რომ 150,000 მაილამდე ისე გამატარა. პრობლემები ქონდა გზაში რაღაც ელემენტარული პრობლემები, თუმცა ანუ მე პირადად ჩემთვის დიდი დისკომფორტი არ შეუქმნია, იმიტომ რომ ოფისამდე და იარდამდე მისვლა მოვახერხე მაგ შემთხვევების დროს. Thank you man. ხოდა რა მართლა გული მწყდება რა, იმიტომ რომ ახალი ტრაკი იყო რომ მომცეს. ნუ ეს პირველი ახალი ტრაკი არა, მაგრამ ზოგადად ეს ახალი კორპუსი და ახალი პარტია როა ძალიან შევეჩვიე, იმიტომ რომ ძალიან კომფორტული ტრაკია. დღეს 12 თებერვალია. მე 2 თვით რო გავჩერდები, გამოვალ სადღაც მარტისკენ. კი არა და აპრილისკენ კაცო. მაგდროს უკვე ზამთარი გადავლილი იქნება, თუმცა რაღაც ალბათობით შეიძლება ცუდი ამინდი მაინც გამოგვიხდეს. და თავხელას გადავხედოთ ბოლოჯერ. გელია